საქართველოს ერთობლივი სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017 იწყება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება ოფიციალურად დღეს გაიხსნება. წინა წლებთან შედარებით გაზრდილია მასშტაბები. ამჯერად სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სიახლეებია სამხედრო ტექნიკის ჩართულობის მიმართულებითაც წელს პირველად სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს გერმანული ჯავშან ტრანსპორტიორი ბოქსერი, ასევე აბრამსის ტიპის ამერიკული ტანკები, ქვეითა საბრძოლო მანქანები ბრედლი და სტრაიკერი, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. ვაზიანიდან პირდაპირ ეთერში გვერდება ახლა ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელიც სწავლების დამატებით დეტალებს გაგვაცნობს. ირაკლი, გისმენთ. ირაკლი პირდაპირ ეთერში. ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება ღირსეული 2017 რამდენიმე წუთში დაიწყება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თავდაცვის სამინისტრო და ნატოს 8 წევრის წარმომადგენლები დაესწრებიან. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მსგავსი ტიპის სამხედრო სწავლებები თავდაცვისა და შეტევით ოპერაციებში უნარჩვევების გაუმჯობესებას და ნატოს პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას ემსახურება. როგორც თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აღნიშნულ სწავლებაში 2800 ქართველი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ზონის სწავლება ამ ზომის არ ჩატარებულა ჩვენს ქვეყანაში. 2008 სამხედრო მოსამსახურემდე იღებს მონაწილეობას, ხოლო მონაწილე ქვეყნები არის ნატოს ქვეყნები და ნატოს პარტნიორი ქვეყნები. დღეს გვაქვს ჩვენ გახსნის ცერემონია, ხვალიდან ფაქტიურად შევდივართ აქტიურ ფაზაში, რაც გულისხმობს სწავლების დაწყებას, რომელიც გაგრძელდება 12 აგვისტომდე. ღირსეული პარტნიორი 2017 ჩვენს ქვეყანაში მესამედ იმართება. აღნიშნული სწავლება საქართველოში კიდევ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მადლობა, ეს იყო ირაკლი ვაჩიბერაძე და როგორც ვნახეთ, მიმდინარეობს უკვე 3